სხვა შორის ფასების თემა არ მინდა რომ დაგვავიწყდეს მეგობრებო. 1 აპრილიდან უნდა გვეგრძნო. რაღაც მე მგონი არაფერი არ გაიაფებულა. არც წამრები, არც საკვები საწვავზე აღარ ამაქვს ლაპარაკი ხა ირანის და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე საწვავი ძალიან გაძვირდა. მეორე თემა იყო რითაც ხელისუფლებამ სცადა რაღაც საზოგადოებაში ავტორიტეტის და ნდობის გაზრდა და მოპოვება კორუფციას ვებრძვით. კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით ყოფილი თავიანთი თანამებრძოლები, მთელი ასე ვთქვათ, კლანი მოკიდეს ხელით და ჩასვეს ციხეში დაწყებული პრემიერიდან დამთავრებული შიროების ხელმძღვანელით, მათონ ილუვაშვილით და თავდაცვისაც უკვე ყოფილი მინისტრით. დინარაძისთვის შექმნეს უწყება. მის თანამდებობას სხვა იკავებს ყოფილი მე მგონი შინაგან საქმეთა იმის თანამდებობას კიდე სხვა იკავებს ბატონი თამაზაშვილი მთელი გადაადგილებები ხდება და საერთოდ რა ხდება ეგეც ცოტა ბუნდოვანია და ცხადია ჩვენ გადაჭრით ვერაფერს ვერ ვიტყვით მაგრამ აქედან რასაც ვხედავთ რა ხდება სინამდვილეში რა შეიძლება ითქვას აი არ ვიცი ხა რატომ არის ხოლმე რომ ყველა ჩვენი მინისტრი თუ მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენელი ყველა მილიონერია თან რო კითხო ხელისუფლებაში მოსვლამდე ამ ხალხს ყველას ჰქონდა რაღაც ერთი ადამიანი მაინც რა ვიცი წამლად გვაჩვენეთ რომელიც ხელისუფლებამდე არ იყო მილიონერი და რაღაც რა ვიცი თავის შრომით და თავის კომპეტენციით მოხდა რაღაც თანამდებობაც. ცხადია ხა ეს ყველაფერი არის ტყუილი აი კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ის რაც თქვი ხო ჩვენთან პოლიტიკა არის ბიზნესის და ფულის კეთების სინონიმი. ანუ ჩვენ რეალურად აი მოწოდებით კომპეტენციით პოლიტიკოსები არ ყავს. აი დააკვირდე. ანუ აი რაღაცა იდეით და შესაბამისი პოლიტიკური ბექგრაუნდით მოსული ხალხი პრაქტიკულად აი მაგალითად ეგეთი ყავდა 90-იანებში ეროვნული ხელისუფლება. ეხლა მას ჰქონდა შეცდომა არ ჰქონდა იმათო მთელი ცხოვრება პოლიტიკოსები ანუ გაიარეს რაღაც გზა გაიარეს ციხეები რაღაცა ბრძოლა და მასე მოვიდნენ. კი ისინი მართლა პოლიტიკოსები იყვნენ. ვინც კი მე, ნუ შევარნაძეც პოლიტიკოსი იყო. კი, მოდი ხა, მოგწონს, არ მოგწონს, ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ხა იქ დარჩენი რა აკეთა, რა აკეთა, ნუ ეგ ცალკე განსახილველია და შორს არ გვიყვანს. შეიძლება ითქვას, რომ შემდეგ მოხდა საერთოდ აი ამ პოლიტიკური კლასის დეგრადაცია და ჩვენ მივიღეთ ხალხი, ან ბიზნესმენები, რაღაცა რომელიღაცა რაიონის ან სოფლის მოურავები, ფეოდალები იყოფენ ქვეყანას. კი, ანუ აი ეს ნეოფეოდალივში აღმოჩნდით და თავარი კრიტერიუმი არის მატერიალიზმი და ფულის შოვნის რაღაცა სურვილი. ანუ ამ კრიტერიუმით ხდება ადამიანების დანიშვნა სხვადასხვა თანამდებობებზე. და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ჩვენზეც, ხო? აი ჩვენი რატოა ჩვენი ქვეყანა სუსტი, რატო გარბის აქედან ხალხი, რატო გვაქვს კატასტროფული შობადობის მაჩვენებელი, ეკონომიკა რეალურად არ ვითარდება, რაც არ უნდა ეხლა რაღაცა იქ ქულები და პროცენტები წერონ თავის რაღაც წინასაარჩევნო იმებში თან თავის მედიებში, ну, არ ვიცი, მე რაღაცა ვერ გზნობ, რომ საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ფინანსური შესაძლებლობები იზრდება. მე რა ვიცი, ჩემი შესაძლებლობები და ჩემი ოჯახის არ იზრდება და რასაც გარშემო ვერ ხედავ. ხო, მე მგონი პირიქით კიდე უფრო ჭირს რაღაცა შოვნა ოჯახებს კიდე უფრო უჭირთ და რაღაც არც რაღაც შემოსავლები და ხელფასები არ სამუშაო ადგილები არ იქნება და არ იზრდება. მარტივი რაღაცა არის, სტატისტიკა რო ავიღოთ გადინება შემოდინების, ანუ ყველა მიდის სამუშაოდ, ხო რატომ მიდიან სამუშაოდ. ყველა მიდის სამუშაოდ. უფრო მეტი დაბრუნდა თუ უფრო მეტი გავიდა, ხო, აი ეგ სტატისტიკა მეტყველებს ქვეყანა ვითარდება თუ არა. რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც საუბრები მიდის, აი რაღაც ქვეყანა წინ მიდის, მეგობრებო, დახედეთ ამ მაგ შემოსულების და გასულების სტატისტიკას, დახედეთ იმას შობადობის მაჩვენებელს და ეგ არის შენი ინდიკატორი. ეგ არის თავარი მარკერი. ქვეყანაში კარგად თუ არის საქმე მოსახლეობა იზრდება, არავინ არ გარბის იქიდან. შეიძლება შობადობა კლებულობდეს რის ხარჯზე, რომ ნუ რაღაც მაგალითად აი ევროპა და დასავლეთი აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე, რომ იქ მათ შორის კულტურული იდეოლოგიური ცვლილებები მოხდა. მაგრამ მათი ფინანსური შესაძლებლობების გამო კი არ
შემცირდა მათი რიცხოვნობა. უბრალოდ რაღაც გეი ის არის, რა ქვია მაგას, იდეოლოგია, აბორტი. გერმანიაში და შვედეთში არ არის ეკონომიკური პრობლემა. არავინ გერმანელი და შვედი სადღაც არ გარბის. ანუ მილიონობით შვედი არ ჩადის საქართველოში სამუშაოდ. და არც გერმანელი. ხო, ის გერმანელი უბრალოდ არ მრავლდება, იმიტომ რომ ეგეთი კულტურული იდეოლოგიური რეალობა ჩამოუყალიბდა. საერთოდ დემოგრაფიაზე დიდ გავლენას ახდენს ორი ფაქტორი. ერთი, ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებელი. ომს და იმას არს გულისხმობ, ეგ დასაგებია, სადაც ხა ცვივა, იქ ხალხი იქიდან გადის. და მეორე ეს არის იდეოლოგიური შემადგენელი. უფრო ეგ არის იდეოლოგიური. კი, იდეოლოგიური და კულტურული იდეოლოგიური შემადგენელი და ფაქტორი და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენ შემთხვევაში ორივე არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, როგორც იდეოლოგიური, კულტურული, ვბაძავთ იმ მდიდარ გერმანიას და შვედეთს, არა და ღატაკები ვართ. და ორმაგად ვზიანდებით ამ კუთხით. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლების პროპაგანდა ჩვენ გვიყვება, რომ აი ამაში წინსვლა გვაქვს, ამაში წინსვლა გვაქვს, ხელშესახები რა არის? ხელშესახები არის, აი მოსახლეობა გეზრდება, თუ მოსახლეობა კლებულობს. კი, სხვათა შორის მსყიდველობითი უნარი, ხო, აი ეკონომიკა რო ავიღოთ. რამდენია მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი? ეგეც მნიშვნელოვანია. საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დღეს არის ძალიან დაბალი. აი რამდენი ყიდულობს უძრავ ქონებას, ან იგივე მანქანებზე რომ საუბრობთ, რამდენს შეუძლია იყიდოს 2020 წელს მერე, თუ 21-22 ან საერთოდ ახალი მანქანა იყიდოს რამდენში? ძალიან ცოტას. ვისაც შეუძლია, იქიდანაც ალბათ მაქსიმუმ 1-5% იქნება, ვისაც ადგილზე ნაშოვნი ფულით შეუძლია. ვიღაცამ შეიძლება იყიდოს უძრავი ქონება, ვიღაცამ შეიძლება იყიდოს ახალი მანქანა, მაგრამ იმანაც საზღვარგარეთ იქ იმუშავა არალეგალად, წელზე ფეხი დაიდგა, ეს არ არის ქართული ეკონომიკის ნაწილი. ეხლა რაღაც საბერძნეთში და ამერიკაში რომ არალეგალად იმუშავა და ფული დააგროვა, ეგ მაგის ქურებს ხელისუფლება კი ნუ ჩაიწევს. საქართველოს აფრთხილებში ჩვენ ცოტა პარადოქსული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს. ანუ ადგილობრივი ფასები, ადგილობრივი ფინანსური მდგომარეობა და ადგილობრივი შესაძლებლობა არ არის ერთმანეთთან კავშირში და რას გულისხმობ? ანუ მაღაზიაში რო შედიხარ და რაღაცის ყიდვა გინდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ შესაძლებლობას აქ კი არ გამოიმუშავებს. არამედ სადღაც საზღვარგარეთ არის ადამიანი ერთი ოჯახის წევრი მაინც წასული, რომელიც ეხმარება ადგილობრივ მოქალაქეს იმისთვის, რომ ადგილობრივი რაღაც პროდუქტი იყიდოს. ეგეთი პარადოქსული მოძებნა. აი გარედან რომ ამას გარედან შემოსული ფული რომ გამოვაკლო, საქართველოში არის სიღატაკი. კი, გარედან შემოსული ეს ფინანსური დახმარება ოჯახის ერთმა წევრმა მეორე წევრს არ აღმოუჩინოს, აქაურ ამ მოქალაქეს არა აქვს იმის რეალური შესაძლებლობა ეს პროდუქტი იყიდოს. აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ანუ არ არის სამუშაო პირობები, სამუშაო როგორც ასეთი არ არის. ანუ სამუშაოს რას ვეძახით? იცი ხა ვიღაცამ თუ როგორ არ არის კაცო აგერ ვაკანსიების მეტი რა არის? აბა დახედე რა არის ის ანაზღაურება 500 ლარი, 600 ლარი. მიდი აბა იცხოვე 500 ლარი. მარტივად წარმოვიდგინე. აი ამ ხელისუფლების არაეფექტურობა, რაში ჩანს? ხო, ამდენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და ეს ხელისუფლებამ გამოაცხადა, კაცო, აგვერ დაგასაქმებთ წლების წინ და უნდა წახვიდეთ პირდაპირ თქვეს, ხო? აი ყველა ემიგრანტს ენატრება თავის ქვეყანა. მე ვისთანაც ხონია საუბარი, არც ერთი არ არის თავის სურვილით. სიამოვნებით ჩამოვიდო და აქ რო იმიტომ რომ იქაც არ არიან კომფორტულად და სხვის ქვეყანაში ხარ. აი ერთ ჩვენი ერთ ყველა 100,000 ჩვენი მოქალაქე რო არის სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტული. აი პრინციპულად რო გადაწყვიტოს, აღარ მინდა უკვე სხვაგან ყოფნა, მოდი ჩემს სახლში დავბრუნდები. ყველამ რო ხო ყველას აქვს ამის უფლება. რა თქმა უნდა. ყველა რო დაბრუნდეს, რას ვახვედრებთ? ეს ხელისუფლება რას ახვედრებს? არაფერს, კაცო, არ არის სივრცე. არაფერს არ ახვედრებს. ხო და უყურე პრობლემა რაშია? აი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან გასულები საზღვარგარეთ და უკვე რაღაც კატასტროფულ ბიბლიურ პროცენტს აღწევს. ლამის ჩემი აზრით უკვე 30% მოსახლეობის მეტი თუ არა არის საზღვარგარეთ გასული. ანუ მითხარი მე შენ ერთი სხვა რომელიღაც სახელმწიფო, რომლის 1/13 ცხოვრობს საზღვარგარეთ. მითხარი ერთი ერიმა, ებრაელებს არ გულისხმობ, იმიტომ რომ ებრაელები 2000 წლის წინ ხა რომ იმოიფანტნენ, ყველა ვერ დაბრუნდა იმაში ისრაელში. მე ვამბობ, აი
ერი, რომელსაც თავის სახელმწიფო ისტორიულად ჰქონდა და მეტნაკლებად იმ ტერიტორიაზე და რაღაც ლოკაციაზე არსებობდა. მითხარი, აი რუსების 1/13 საზღვარგარეთ ცხოვრობს. უკრაინელები არიან ისე დღეში, იმიტომ რომ ომია. ეგ გასაგებია. თურქების 1/13 საზღვარგარეთ ცხოვრობს. აზერბაიჯანელების 1/13 საზღვარგარეთ ცხოვრობს. სომხებს დიდი დიასპორები ყავთ, მაგრამ 1/13 არც. არა, სომხებს დიდი დიასპორები რომლებიც ყავთ, ისინი ამ დღევანდელი სომხეთიდან კი არ არიან, კაცო. სომხეთი საკმაოდ დიდი იყო ისტორიულად, მათ შორის დღევანდელი თურქეთის ძალიან დიდ ტერიტორიაზე სომხები ცხოვრობდნენ, როდესაც მათ გენოციდი მოუწყვეს. ძალიან ბევრი სომეხი იმ ტერიტორიიდან არის წასული მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგალითად სომხების ამერიკული დიასპორა, ფრანგული დიასპორა. ანუ დამოუკიდებლობის მე რა თქმა უნდა დამოუკიდებლობის გასული ხალხი კი არა, კაცო, იმიდან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ხალხია, ვინც მანამდე გავიდა. მე მითხარი შენ ერთი სხვა ეგეთი შემთხვევა, ეგეთი მაგალითი, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო და მისი მოსახლეობის 1/13 გავიდა. ყოველ შემთხვევაში ეგეთი პრეცედენტები მე არ მაქვს რომც იყოს, აი რა ვიღაცა აუცნება მიხა შეიძლება კომენტარი აი ეს ვიღაც რომც იყოს ეგეთი პრეცედენტი, რავი მაგით რატო ვიმშვიდეთ. ერთი არ არის, აი რომც იყოს უკრაინა ერთადერთია უკრაინა, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში კაცო 4 წელია მიმდინარეობს უსაშინლესი ომი და გასაგებია. ჩვენ მადლობა ღმერთს მაგ მასშტაბის ომი არ ქონია, თორე როგორც ჩანს, საერთოდ აღარავინ აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში. ანუ ჩვენ შეიძლება ითქვას მეტნაკლებად ომიანობის გარეშე დავკარგეთ მოსახლეობის 1/13. ეხლა იმ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ გულისხმობ, ის მათი ნაწილიც არის, მაგრამ მცირეა ხოდა შორის. იქიდან წასულების მაგ პერიოდში არ ყოფილა გადინება, იყო შიგნით ქალაქებში წამოვიდა, მაგრამ მე მოხდა მასიურად ქართველების გადინება მოხდა 90-იანების, 2000-იანების დასაწყისში და ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ. 2014-დან არის ყველაზე დიდი მათი. ყველაზე მეტი მაჩვენებელი გასვლის და ყველაზე ცუდი დემოგრაფიული მაჩვენებელი შობადობის კუთხით გვაქვს ქართული ოცნების ძალაუფლების მოსვლის არის ქვეყნის მოსახლეობის გადინების ყველაზე კატასტროფული მაჩვენებელია და უყურე ეს ხალხი ვინც გავიდა მე დარწმუნებული ვარ რომ ყველას უკან უნდა დაბრუნებო უმრავლესობას იმიტომ რომ ძალიან მცირე ნაწილი აეწყო კარგად ხო ეხლა არ არის მარტივი შენ სადღაც წახვიდე და იქ გამდიდრდე არ არის სამყარო ისეთი ისე არ არის აგებული რომ შენ სადღაც ვიღაცა ოქროს კოშკებს დაგახვედრებს შენ ყველგან ჭირდები როგორც გასტარბაიტერი ხო აბარისთვის ჭირდები შენ თუნდაც ევროპის სახელმწიფოებს ხო რომ რაღაც თვალსაზრისით ხდება ქართველების დასაქმება იაფ მუშა ხელად მეტნაკლებად ქართველი არ არის ტერორისტი არ ემუქრება იქ ადგილობრივ სიმშვიდეს სტაბილურობას და ბოლბოლური წვრილად არ არის არა ვარ ხო ხა არ მოვითხოვთ იქ რაღაც ავტონომიას რაღაც შარიათს არ დავამკვიდრებთ კუჩებში არ დავიწყებთ კრიმინალური ბანდების ჩამოყალიბებას ქალების გაუპატიურებას როგორც სხვა კულტურების წარმომადგენლები აკეთებენ ხოლმე და რა ვიცი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კომპეტენცია თან ხელოსანია ტექნიკური განათლება აქვს შრომის უნარიანია და ამ ხალხს ადგილობრივი ეკონომიკები იყენებენ სათავისოდ თავის ინდუსტრიის გასავითარებლად თავის წარმოების გასაძლიერებლად და უყურე აი ლოგიკური კითხვა იბადება აი ჩვენი ქართველი თანამებრძოლი ისა თანამემამული რომელიც ამაგალითად გერმანიაში არის დასაქმებული რაღაც სოფლის მეურნეობის დარგში. ან სადღაც ჩეხეთში, ან პოლონეთში არის დასაქმებული რაღაც ინდუსტრიაში, ქარხანაში. იგივე ხალხი, აი საქართველოში რომ იგივე პირობები შეუქმნა. აი რასაც უხდიან გერმანიაში რაღაც ფერმაზე. ან რასაც უხდიან ჩეხეთში რაღაც ქარხანაში. იგივე პირობა რომ შენ საქართველოში შეუქმნა. ეს სულელია რომ სადღაც წავა და ეს სადღაც ვიღაცაზე იმუშავებს. რა თქმა უნდა, კაცო, დარჩება თავის ქვეყანაში და თავის მიწაზე თან უფრო ამაყად იქნება. ხა სხვაგან რომ მიდიხარ, მაინც იმის დაქვემდებარებაში არა ხარ შენ მაინც სრულფასოვანი მოქალაქე, ხო? არც საბუთები არ აქვს. სულ რო კონდეს საბუთები, მაინც არა ხარ შენ სრულფასოვანი. გერმანელი ვერ გახდები, ხო? რაც არ უნდა ლიბერალური იყოს. ვითომ ეს გერმანული სახელმწიფო, გერმანელს მაინც გერმანელი ურჩევნია, ეს ადამიანის ბუნებრივი თვისება, როგორც ქართველს ქართველი ურჩევნია, სომეხს სომეხი და თურქს თურქი. ამიტომ აქ თავარი ის არის რომ ეკონომიკური ბაზა არ აქვს. არ აქვს წარმოება. სოფლის მეურნეობა არის
განადგურებული და როდესაც მე მესმის ხოლმე აი ეს ყველაზე დებილური რაღაცა რომ აი სოფლის მეურნეობა არის არარენტაბელური და ბიჭო გერმანიაში და ჰოლანდიაში და ისრაელში თუ არის რელევანტური აი თურქეთის საზღვარზე რომ გადახვა ჩაის მეურნეობა ყავს ანა ხო თურქეთის იქით რომელიც ასევე საქართველოს ისტორიულ საქართველოში რომ გადახვალ და იქ თუ არის რენტაბელური აქეთ აი სარფის აქეთ რატო არ არის რენტაბელური ხო უბრალოდ შენ გამოაცხადე ეგრე რომ არ არის რენტაბელური შენ არაფერს არ აკეთებ თორე ყველაფერი რენტაბელურია კაცო